მადლობა დავით კობიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რუსეთთან სახიფათო კავშირი უკრაინელი პატიმარი მთავარარხს დაუკავშირდა და შაბათის მთავარს ქუთაისის ციხიდან სკანდალური წერილი მიაწოდა. წერილის ავტორი წერს, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნები ოკუპანტის ქვეყნის სასარგებლოდ მის გადაბირებას ცდილობდნენ, კერძოდ თუ რუსეთის არმიასთან კონტრაქტს გააფორმებდა და რუსეთის მოქალაქეობას მიიღებდა, ამის სანაცვლოდ მას ციხიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ. მოხდა თუ არა რეაგირება ხელისუფლებისგან სკანდალურ მხილებას, ჟანა აკოფაშვილი განაგრძობს ახლა თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში გისმენთ. დიახ, ნათია, საქართველოს მთავრობას მთავარი არხის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ რაიმე სახის განმარტება ან განცხადება არ გაავრცელებია. სკანდალური წერილი კი საპატიმროდან უკრაინის მოქალაქემ მოგწერა, პატიმარი, რომლის ვინაობასაც ჩვენ განზრახ არ ვასახელებთ, დეტალურად წერს თუ როგორ ცდილობდნენ ქუთაისის საპატიმროში მის გადაბირებას და რუსეთის არმიის სასარგებლოდ ბრძოლას. პატიმარი ჩვენთან დეტალურად ყვება იმის შესახებაც, თუ როგორ მივიდნენ მასთან კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც ცდილობდნენ რომ ის დაეყოლიებინათ იმისთვის, რომ წასულიყო რუსეთის არმიაში საბრძოლველად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. სპეციალისტები, სამხედრო ექსპერტები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, მოღალატეობრივ ქმედებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რაც შეიძლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იმ მაღალჩინოსნების იდენტიფიცირება, მათი ვინაობის დადგენა, რომლებიც უკრაინის მოქალაქეს რუსეთის არმიის სასარგებლოდ ომში წასვლას თავაზობდა. ქუთაისის ნომერ მეორე საპატიმროში ჩემი ყოფნის პერიოდში ჩემი როგორც უკრაინის მოქალაქის გადაბირებას ცდილობდნენ, რათა რუსულ არმიაში მებრძოლა. სამწუხაროდ გასაგები მიზეზების გამო არ შემიძლია დავასახელო ვინაობა ხელისუფლების იმ წარმომადგენლების, ვინც მთავაზობდა მაცდურ პირობებს. პირდებოდნენ მეორე დღესვე გათავისუფლებას თუ შეთანხმებას ხელს მოვაწერდი. მათი შემოთავაზებების სპექტრი ერთფეროვანია. ან გადაიხადე 10-დან 50,000 დოლარამდე, რაც ჩემთვის შეუძლებელია, რადგან თანხა უბრალოდ არ მაქვს. ან რუსეთის არმიასთან კონტრაქტის გაფორმება და რუსეთის მოქალაქეობის მიღება, რასაც მოყვება ჩემი გაგზავნა ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს კი ჩემთვის სრულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. როგორც არ უნდა ვიყო, პირველ რიგში უკრაინელი ვარ და ამით ვამაყობ. 2023 წლის იანვარში იყო სადაც საბუთები ყველაფერი. გადმოცემულია საბუთები, მეტი რა უნდა გააკეთოს ახლა, ხო? კაი. კეც რომ დაუშვათ, მოვიდეს საკონსულოდან ვინმე და რაღაცა გაესაუბრო. ხო, იტყვის საკონსულოს შეამოწოს ყველაფერს და ჩვენ საბუთები გადმოვეცით. მეტი რა ვქნათ. აი, ეს არის პასუხი. რა უნდა გააკეთონ? ესე იგი, მეორე მხარე არის რაღაცა საქმეში დამნაშავე. ის რომ პენტენციალურ სისტემაში ხდება ეგრეთ წოდებული დავერბოვკება პატიმრების, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების ჩარევის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ეს ხო არ არის თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა შესვლას. ანუ ხელისუფლების ჩინოვნიკების ნებართვის გარეშე ესეთი რამე ვერ მოხდებოდა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა იყოს ჩვენი ამოცანა ის, რომ რუსეთი მოძლიერდეს ამ ომში. თუ ამ მხრივ შევხედავთ ეს რას ნიშნავს, ხვდებით რომ პირდაპირ ეს მიდის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. საინტერესო როგორ წარიმართება ამ საქმის მსვლელობა, საინტერესო არის ისიც, დაადგენენ თუ არა კონკრეტული სამსახურები მაღალჩინოსნების ვინაობას, რომლებიც უკრაინელ პატიმარს რუსეთის არმიის სასარგებლოდ ომში წასვლას თავაზობდა, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინელი პატიმრის წერილში მოყვანილი ფაქტები შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებისთვის სერიოზულ სკანდალად იქცეს.